სამწუხაროდ ძალიან ცოტა ამერიკოსნაირით აი თითებზე ჩამოსათვლელი რესტორატორი, სადაც შეგიძლია მიხვიდე ისე რომ არ შეგრცხვეს და იცი რომ თავი ქუჩში გაქვს რომ ხვალ შენი ამერიკელები იქნებიან თუ დიდი მადლობა. მერიკო, მადი საღმძვრელი საუბარი დაიწყო, ჩვენ გადაცემის ჩაწერას ვეღარ შევძლებთ ვატყობ. რასაც ვერ ვიტყვით, ეთერს გარეთ ვაბობ და მე მეგიყვებით თქვენ. რას ვამბობთ ეთერს გარეთ. დღეს ვიცინოდი ჩემ მეგობართან ერთად, რომ იმდენი ხანია ველოდებით ამ რესტორანს, ველოდი უნდა დავარქვათ. შეიძლება პრობლემაც რო თქვა ბოდიში. აუცილებლად არის პრობლემა საქართველოში. ჩვენ ახლა უცხოეთის ბაზარზე ვისაუბრეთ, მე მინდა რომ სიახლე თქვათ რეალში. დღეს პირველად გაჩერდება სამომავლო გეგმა, რომელიც მერიკო გუბერნატორის სარეშტო ბიზნესის უკავშირდება. ბერლინზე საუბრობდია და მინდა რომ სწორედ რეალში ვთქვათ ეს სიახლე. გაქარწყლდა ეს დაუთანხმებლობა თუ ნუ ახლა ადამიანები არ აღიარა არავინ. ცალკ არ შირყმა, არსად არ ვარ გარც ბიზნესში, არც მეგობრობაში, არც თანამშრომლობაში. იხდიან გადასახადს იმისთვის, რომ მინდორში, მათ მინდორში ცხარმა იქ ხელშეწყობა აუცილებელია. ანცა კომბალს რომ მოვიგდებ ხარზე იქ მე დანარჩენზე მე იქ ვილაპარაკო. აუცილებლად ამოგაკითხავ და კონკრეტ ხელში გადაგიღებ. კრეატივით გაჯერებული ლოკაცია და ინოვაციური მიგნებები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წლების განმავლობაში შექმნილი და აღმოჩენილი გემოების კულტურა, ქართული კულინარიის უნიკალური სახით მიწოდება, ეს ხასკასასმელი მიმართულებაა, რომელსაც ყველა აღნიშნავს და აქტუალურებული მომხმარებელი სოფლიო მასშტაბით, არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. დღეს მერიკო გუბელაძის მიერ შექმნილ ერთ-ერთ საოცრებაში ვიმყოფებით. შავი ლომია დღეს ჩვენი არჩევანი. მერიკო გუბელაძე, განსაკუთრებული რესტორატორი, ინოვაციის შემქმნელი, ესეც თამამად უნდა ვთქვა, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირით ერთიანდება დღეს არეალში და ეკა ჭპიტიძე. მრავალმხრივი რეგალიური ჩამონათვალით შემიძლია ასევე თამამად ვთქვა, თუმცა მე ასე ჩამოვაყალიბებ საქართველოს ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციის და მსოფლიო მასშტაბით გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალი აქტივისტი და თავისი საქმით დამტკიცებელი ამ მიმართულებების. მოგესალმებით გოგოებო, უღმესი მადლობა არეალში გაერთიანებისთვის პირველ რიგში და ძალიან მნიშვნელოვანი ის აურა, რომელიც დღეს აქ დამხვდა და სხვაჯერს ამ ჩაწერას ველოდებოდი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. და მოლოდინი მქონდა ზუსტად სწორედ აი ამ აურის და მე მინდა რომ ჩვენს მაყურებელსაც გადავცეთ ის დადებითი მხარეები, რომელიც ნამდვილად საამაყოა და რომელიც მაინსპირირებელია თითოეული ჩვენთაგანისთვის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ეკა გულწრფელად ვთქვათ, რამდენჯერ გიამაყია ტურისტებთან მერიკოს მიერ შექმნილი საოცრებებით. ყოველ ჯერზე. სულ არც ერთი დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ ერთი ნეგატივი. მართლა ეხა იმიტომ კი არ ვიცახი რა კი მერიკო გვერდზე მიზის, მაგრამ მაგაზე გადაცემის მერე უფრო დეტალურად ვისაუბრებ. გადაცემის გარეთ ჩვენ ხშირად ვისაუბრებთ. ფაქტებით და მერიკოზე როცა მიდგება საუბარი, მერიკო უნდა დავაყენო მერიკო. ხშირად საუბრობს, ეკა იმიტომ მინდოდა რომ სწორედ ამით დამეწყო, იმიტომ რომ ტურისტებთან აქტიური შეხება აქვს, ამიტომ აღვნიშნე საერთაშორისო მასშტაბით ქართული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციას ხელს უწყობს ეკა თავის საქმიანობით და მერიკო ყავს ერთ-ერთი გამორჩეული საამაყო მოქმედება მიმართულება საქმე. მარტო მე კი არა, მთელ საქართველოს ესია რა. სამწუხაროდ ძალიან ცოტა ამერიკოსნაირით აი თითებზე ჩამოსათვლელი რესტორატორი, სადაც შეგიძლია მიხვიდე ისე რომ არ შეგრცხვეს და იცი რომ თავი ქუჩში გაქვს რომ ხვალ შენი ამერიკელები იქნებიან თუ დიდი მადლობა. შენი შექმნილი დადგა. არა, მე ვფიქრობ რომ როცა საამაყო იქნება, ის უნდა აუცილებლად ამის ტირაჟირება უნდა გაკეთდეს და უნდა გავრცელდეს ეს საამაყო მიმართულება, იმიტომ რომ საქართველოს ადგება თითოეული თქვენი წარმატებული ნაბიჯი. მერიკო, როგორ იქნება ყოველ ჯერზე სწორედ ეს განსაკუთრებული და საიდან მოდის ინსპირაცია მიუხედავად ბევრი სირთულისა? ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ აქ ვარ, დიდი მადლობა იმისთვის რაც თქვი, ქალბატონო. ეცი რა გვანცა გეტყვი, ბევრჯერ ახსენე საქართველოს ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ეს იყო მიზეზი, რატომაც მოვხვდი ამ სფეროში რა. არ მიყვარდა, არ იყო ხა სამზარეულო ჩემი საყვარელი სფერო. რა იყო პირველი სფერო? პირველი ბავშვობიდან პირველი სფერო აქაც გავიხსენოთ. იცი რა, პირველი სფერო ესე, 90-იანებში ვიყავი სტუდენტი და როგორც მაშინ მიღებული იყო, კარგად არ ციცოდი რა გინდოდა, მაგრამ მიდიოდი იქ რაც შეგეძლო წასულიყავი და ეს იყო უცხო ენა და ლიტერატურა. კულინარია როდის შემოვიდა შესაძლოა? კულინარია შემოვიდა მას შემდეგ, რაც ამერიკაში წავედი. იქ მომეწონა ეს სფერო, იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვანი და ამხდა იქაურობა, გავგიჟდი კი მაგრამ და მე მომიწია ამ სფეროში მუშაობა, მომიწია. ესეც არ იყო პირველი არჩევანი, თავი რო გერჩინა, ყველაზე ადვილი სფერო იყო, შესულიყავი სარესტორნო სფეროში და გემუშავა, რომ გადაგიხადა გადასახადები, ხო? ესე შევძვერი ამ სფეროში და მე როგორ მომეწონა რა და რო ჩამოვედი, ეს მე ძალიან გამიმართლა ამას სულ ვამბობ და იმიტომ არ ვამბობ, რომ
ვცდილობ თავმდაბლობას. მართლა ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ ჩამოვედი ისე დროს, როცა ეს სფერო იწყებდა აყვავებას ამ ქვეყანაში რა და ეს იყო 2007-ში ჩამოვედი მე და რესტორანი გავხსენით 2011-ში. და მაშინ იწყებდა აყვა, მაშინ იყო დაინტერესება ამ სფეროს მიმართ. შენ სხვა ამ დროს ჩამოხვედი? მე 2012-ში ხო, ახალი გახსნილი. და ჩემთვის ძალიან როგორ გითხრა, სამაყო იყო და ეს მამოძრავებდა, რომ ამდენ უცხოელ ტურისტი იქნებოდა თუ ჟურნალისტი იქნებოდა თუ სტუმარი ქვეყნის. ყველას აღაფრთოვანებდი. ხო, უყვებოდით, რომ ჩვენ ვინა ვართ, რა ვართ, რა გვინდა, რატო ვართ ასეთი ხმაურიანები ეს პატარა. ისტორია შეიქმნა. ნამდვილად და დაინერგა კულტურა, რომელიც დღემდე მოდის. მოტივირებელი იყო ჩემთვის მაშინ. ჩვენთვის განსაკუთრებით მამოტივირებელია თითოეული ეს ნაბიჯი. სირთულების გამკლავება უკვე ჩვევაში გაქვს. კი. ხა სიმართლე გითხრა, ისეთ კედელს დავეჯახე, საიდანაც გამიჭირდა გამოსვლა, თქო მოვიტყვება, არ მახსოვს ეგეთი კედელი. მაგრამ მე არ უყურებ სირთულეს როგორც გაჩერებას, მე უყურებ სირთულეს როგორც გადალახვას და შესაძლებლობას. ხო, ასე ვუყურებ რა, თუმცა რა ვიცი შეიძლება. ძალიან კარგი პრიზმაა. რაღაც ეტაპზე შეიძლება დავეჯახო კედელს. ეკა, შეგვხვედრია ასეთი კედლები ცხოვრებაში შეიძლება. არა, არასოდეს. მართლა მეც მასე მე მგონია რომ შენ გაარღვევ ნებისმიერ კედელს. თან ეხა ნახე ორივე მერწყულები ვართ და ეთყობა ეს ჩვენი ის დამახასიათებელია. მეც პირიქით რაც უფრო აი მოდი რა პრობლემა დავარქვათ რა. არ აღვიქვა პრობლემად. შენ შესაძლებლობად და უფრო мотиваცია მემატება მე პირადად რომ კარგად მოვიქცე და მაგრად მოვიქცე და ის სწორი გზით წავიდე რა სწორი გზით რა რომ მე ჩემი შრომის ნაყოფი დავინახო და მარტო მე კი არა საერთოდ ჩემ გარშემო ხო ეს გადასაკუთრებით ამას ემსახურება რომ გადავცეთ ის სამოტივაციო ხაზი და მეტი საქმით შევქნათ მეტი შედეგი. შავი ლომი მრავალი წელია ლიდერია მომხმარებლისთვის მერიკო, თუმცა შენი ხელმძღვანელობით არც სხვა რესტორნებს ყავს ნაკლები აღფრთოვანებული ადამიანი ნამდვილად, მაგალითად ნინიას ბაღი უნდა აღვნიშნოთ, კაფე ლეილა უნდა აღვნიშნოთ და შემდეგ. შენთვის რომელი ქმნილებაა განსაკუთრებული შავი ლომი, რადგან პირველია? ხო, შავი ლომი არის რაღაცა ბავშვივით არის, ჩემი შვილივით არის და ძალიან მიყვარს და ეს რესტორანი როცა გავხსენით გუაკოტიტის შულთან ერთად 2011-ში, როგორც თქვი, სხვაგან ვიყავით მაშინ, სხვა ლოკაცია ვქონდა და ყველაზე მეტ რაც მე ამაყება, დავიწყეთ პატარა ეგეთი გაზი გქონდა 4 კამფორიანი მობენდია სახლის. აი ძალიან არ მქონდა არც რესურსი ამის, არც ინვესტორი და ძალიან პატარა შესაძლებლობებით დავიწყეთ და გავიზარდეთ და ეს ძალიან მეამაყება და მომწონს და ამიტომ ალბათ უფრო მნიშვნელოვანია და ჩემთვის უფრო მეხება სენტიმენტალურად შავი ლომი. რა დრო დასჭირდა ამ ზრდის პროცესს ძალიან საინტერესოა და აი ამ დროს თუ იყო ის შესაძლებლობები, რომელიც კედლად აღვიქვით დღეს, თუმცა შესაძლებლობად და როგორი იყო გადალახვის პროცესი? არ ვიცი, აი ხო, არ მახსენდება ეს რაღაცა დიდი ყველაფერი პოზიტიურად გვახსენდება მთელი გზა. ხო, იმიტომ რომ აი მართლა კარგი დრო იყო მაშინ ქვეყანა რაღაც დიდი სწრაფი ტემპებით მიდიოდა წინ, რაღაც აი რენესანსი იყო ქართული. ესე უყურებ მე ამ დროს. ეხლა ვართ 25-26 წელი დაიწყო, ხო? ეს ლაპარაკობ სადღაც 2014-დან 20 არ ვიცი ხო. კოვიდამდე მოდი ვთქვათ, იყო რაღაცარი რენესანსი. კოვიდი იყო ძალიან რთული პერიოდი სარესტორნო ბიზნესისთვის და არა მხოლოდ. კოვიდი იყო ძალიან რთული პერიოდი და სარესტორნოსთვისაც რთული იყო და ნუ ეხლა ძალიან ბევრი რესურსი და დანაკარგი გქონდა უბრალოდ და ნუ ეხლა ჩვენ ანაზღაურებას ბევრი დრო დასჭირდა. დღეს შეიძლება ითქვას რომ გამოსწორდა ვითარება დანაკარგი შედეგი. არა, თუმცა კოვიდის მერე გამოსწორდა, კოვიდის მერე პირველ 2 წელი კარგი იყო, მაგრამ მე ძალიან აირია ყველაფერი, სამყარო აირია, საქართველოს აირია და ეხა ეს ბოლო წლები არის სირთულე. აი თუ გინდა რომ სირთულესთან მივიდეთ, ეს ბოლო წელი არის კატასტროფა ამ სფეროსთვის. მე არ მეგულება ადამიანის სფეროში, ვინც ამაში არ დამეთანხმება. თქვენის ბიზნესში რა ხდება, ეკა, ამ კუთხით? აი ხა მეც უცბად რა გამახსენდა ეს ძირითადი პრობლემა, რაც არსებობს მეღვინეობის სფეროში. ჯერ იქიდან დავიწყებ, რომ აი საერთოდ უნდა ხდებოდეს, ეხლა რასაც გეტყვით, ეს უნდა ხდებოდეს, მაგრამ არ ხდება. ბუნებრივად ასე უნდა ხდებოდეს. უნდა ხდებოდეს. მე ვენახე რა, ვინც ვენახს უვლის, ის მე ვენახე ქმნის საფუძველს. და დაფუძნებული უნდა იყოს ეს საფუძველი კლიმატზე, ამ საუკუნოვან ტრადიციებზე
აი ეს ვენახის მოვლა. უნდა ხდებოდეს. მე ამას ვაკეთებ, ვთვლი რომ ვაკეთებ და ძალიან მხოლოდ ვენახის მიმართულებით აკეთებ. ეხლა მაგამდე მივდივარ რესტორნამდე, მივალ და იმ პრობლემაზეც გეტყვით. მე ეს მეღვინე, კარგი მეღვინე, ხო, ამ ვენახის სამ საოცარ, აი მართლა როგორც გონებრივ ისე ფიზიკურ შრომას ქმნის პროდუქტად. და ეს პროდუქტი ატარებს რეგიონის იდენტობას, ანუ საიდანაც ეს ყურძენი მოდის რა. და მეღვინე ასხავს ბოთლში, როგორც პროდუქტად აყალიბებს. კი ბატონო, ასეა. და ეხლა ნახე რესტორატორი, კაი რესტორატორი რას აკეთებს? ამ პროდუქტს უნდა სწორად შერჩევა. რომ სწორად შესთავაზო მომხმარებელს სწორად შერჩეული ღვინო არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? კერძთან ერთად. კი, ეს თემა ჩემი საყვარელი თემა, რომელიც დღეს უნდა განვიხილო ნამდვილად თქვენთან ეს და ხდებოდეს და წეღარო თქვი ამერიკოსთან არასოდეს არ მქონია მეთქი და როგორც აი სიამაყით მოვდივარ, არა, სიამაყით მოვდივარ ჩემს სტუმრებთან ერთად, იმიტომ რომ ვიცი რომ მეტნაკლებად ამის რესტორნებში ეს არის კარგად შერჩეული რა და მეტნაკლებად. აი ზოგჯერ ეხლა ხო ხდები რა, ეხლა ყველა ღვინო კაი ხო არ არის ჩემიც, ხო იცი რასაც ვიტყვი და სწორად შერჩეული ღვინო არის ძალიან მნიშვნელოვანი რესტორატორის მიერ და ეხლა და ბოლომდე ვიტყვი ამას რა. და იმიტომ რომ ეს სწორად შერჩეული ღვინო კერძთან ერთად რესტორატორის მიერ ქმნის კონცეფციას. კი ბატონო. ხო ხდები? კონცეფციას კი არა, პერსპექტივას ქმნის. და მე ეს და ყარდება ძალიან მაგარი ურთიერთობა მომხმარებელს და ამ რესტორანს შორის. ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს კანონზომიერება ჩამოყალიბებული. შეიძლება პრობლემაც რო თქვა, ბოდიში. რა არის პრობლემა საქართველოში? ეხლა მეღვინე არ ვარ, მაგრამ მეღვინეობის ხო ვარ, მეღვინეობა. განავრცელებელი. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მარტო მე კი არა, ყველა მეღვინის მაგივრად ვიტყვი ამას. არის რომ არა კეთილსინდისიერი თანამშრომლობა რესტორანსა და მეღვინეობას შორის. რასაც გულისხმობს ეს არის ერთადერთი, აი დედას შვილებს ფიცავარ, ერთადერთი უიშვიათესი, აი ერთ ხელზე ჩამოვიდე. ეკა როგორი გულწრფელია, როგორც ყოველთვის თქვენი გულწრფელობით გვიყვება. ხვეწნა და დარეკვა არ გჭირდება რომ ისა თვის ბოლოს ფული ჩაგირიცხოს, ხო? ანუ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ყველაზე დიდი პრობლემა. აი ხა მე რომ მთელი ჩემი ვალები შევკრიბო, აი რამდენ 100 ობიექტზე ანიყიდება ან არა. 1-200,000 ლარი ვალი აქვთ ჩემი. და ეს მე ვარ ეს ზღვაში წვეთია. მართლა ვიძახი. ეს ბიზნესისთვის ფაქტობრივად დაღუპველია. ეს სამი რაღაცა რატო გითხარით, იცით, აი ვენახი, მეღვინე და რესტორანი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი. ერთად უნდა ვიყოთ, გუნდურად, სხვანაირად არ გამოვა. ჩემ ხარჯზე მე ვენახეს ვერ დავაკლებ, ვენახს ვერ უღალატებ, გინდა არ გინდა, ის უნდა მიხედო, არ მიხედავ და გაგიჭირდება. ჯაჭვურაც არის აწყობილი მთელი პროცესი. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში და ყველაზე სასაცილო რა არის, იცით? ქართული რესტორნების საზღვარგარეთ, აი ქართველი ფლობელები ხო ყავთ? კი ბატონო. იქაც ზუსტად იგივე პრობლემა აქვს მიმწოდებელს, ქართველ მიმწოდებელს საზღვარგარეთ, ქართველ რესტორატორებთან იქაც ეგ პრობლემა, რაც დღეს აქვს. და აი ეს უნდა რაღაცნაირად აღმოუხრათ. არა რა უცხოელთან, არა ამერიკა 10 წელი ამერიკაში ცხოვრობდი, იქ ეგეთი რაღაცა არ არსებობს, გამორიცხულია. თუმცა ამერიკა სწორედ ამ წესრიგით აგრძელებს საქართველოშიც მოღვაწეობას. ხო და აი იცი რა, იყო დრო, მე მახსოვს იყო დრო, ეხა თუ ამ კუთხეს ვეხებით, თუ უჭირს ბიზნესს, მე მესმის რატო შეიძლება გაუჭირდეს გადახდა რესტორანს სისტემატიურ სახეზეა ლაპარაკი. სისტემატიურსა როცა იცი რომ რესტორანს არ უჭირს, როცა იცი რომ ბუნვა აქვს და არ იხდის, ნუ ეჭა. გიკვეთავს დვალი აქ დაგროვილი და არ გიხდის. რა და ეგრე არ არის. იმიტომ რომ ეს ჩვენ ორივე მევენახე და მეღვინე და რესტორატორი ერთად ქმნით საბოლოო პროდუქტს. ანუ ვაძლევთ გამოცდილებას, we create experience, ანუ გამოცდილებას, ხო? ერთად და რომელიც აი ქმნის ორ რაღაცას. რა ქვია? მაგარ პროდუქტს და მას რა ქვია? კულტურას რა. რა თქმა უნდა. ჩვენი ქვეყნის სახეა. ელჩები ვარ. ჩვენი ქვეყანა. ეხლა სწორად თქვა. ახურად რო გითხრათ, მიმცია, მამცია იცის ხო? მე ვიყო შენთვის კაი და შენ დამიკიდო, ეგრე არ არის. ცალკარში ყმა არსად არ ვარ გააც ბიზნესში, არც მეგობრობაში, არც თანამშრომლობაში. რა არის კახურად? მიმცია, მამცია იცის.
ბევრი კარგი სლოგანია კეკას ხათაშორის, სხვადასხვა კუთხის, თუ შურია ძალიან კარგი. იმიტომ რომ რეალ მარტო ყვავილებით მოფენილი და აიმე ყველაფერი კარგი ეგრე არ აკე არის. დიდოიოდ აკალიო საქმესა. აკალი საქმესა. ბევრი გვაქვს ასეთი. ღვინის და კერძის შეთავსების კულტურაზეა საინტერესო თქვენი აზრი, ეკან წამოჭრა ეს თემა და ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა შორს აი ბევრ ქვეყანას აქვს სწორედ კანონზომიერებად დადგენილი გემრიელი და ზუსტი წესი დავარქვათ ასე. ჩვენთან რა ხდება ამ კუთხით? ღვინის და კერძების მრავალფეროვნებას არ ვუჩივით. არც მრავალწლოვანებას ღვინის. როგორია ამ კულტურის დანერგვის პროცესი დღეს? იცი რა, ნელ-ნელა მე ვფიქრობ, არ ვიცი შეიძლება ეგ არ დამეთანხმოს აქ, მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ეს პროცესი მიდის წინ. როგორც მინიმუმ გავიგეთ, რას ნიშნავს ღვინის და კერძის შეხამება და ეს pairing-ი რაც არის სოფლიოში, ასე თუ ისე დავიწყეთ, ეს ხო პროცესია ხა რა, გვინდა ეს არის პროცესი. აქ უკვე უნდა ჩაერთონ შენისთან მეღვინეები. ჩვენ მაგალითად რესტორანში გვყავს არაჩვეულებრივი მეღვინე სომელია, რომელიც ამ პროცესს ხელმძღვანელობს და ცდილობთ, თუმცა ძალიან ხმამაღალი იქნება ხა მე რო ვთქვა, რომ ჩვენ გადასარევად გვაქვს ამ კუთხით არა გვაქვს. რომელ რესტორანში ყავთ სომელია? აქ თუ? აქაც ყავს და სხვა რესტორანშიც ყავს, უბრალოდ ჩემი დაკვირვებით ახალგაზრდებს მაინც და მაინც არ აინტერესებს ღვინო. ჩვენთან მიმტანები მაინც ძალიან პატარები არიან და რასაც ვაკვირდები, დიდად არ უყვართ ღვინო ზოგადად. რა არის პოპულარული სფერო? და იმ დღეს ვკითხულობდი, რომ რაღაც ძალიან დიდი კვლევა დაიდო, აღარ მახსოვს რომელ ჟურნალში, რომ ჯენზის ღვინო დიდად არ აინტერესებს. სოფლიოში მასია. იცი მე ამას აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ ისედაც მეუნებიან, რომ ჯენზის არ ემადლიერები შენოს აღარ ვიტყვი რაფერს, მაგრამ მე ცოტა სკეპტიკურად ვიყავ. მეც ვერ გავიგე რა უნდა ჯენზი. მე მგონი ლუდი სოფლიოში რა ლუდი უფრო ისმება დღესდღეობით ვიდრე ღვინო და იცი რას ვიტყვი კიდე აი კერძის და ღვინის შეხამებას რაც შეეხება ძალიან ჩემი აზრით ხა მე რესტორატორი არ ვარ, მაგრამ ურთულესია, იმიტომ რომ აი სტაბილურობა არ არის ღვინოში რა. ჩვენ ქვეყანაში რა სტაბილურობა უნდა აი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მეღვინეებმა იმისთვის, რომ ნუ მეტნაკლებად ყოველ წელს სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ამას ვერ გააკეთებ თუ მეღვინეობა საკუთარი ვენახი არა გაქვს რა. იმიტომ რომ მაინც ყოველი წელი რაღაც დონეზე განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ისე ვერა. რომ ყველა ნებისმიერ ხო გეთახმე მივდივარ წინ, მეც მგონია რომ მივდივარ წინ, თუმცა ნამდვილად არ ვიზიარებ იმ შეხედულებებს, რომ ქართველებმა რო ღვინის გაკეთება ვიცით 8000 წელი, ეს არის სენტიმენტი, ის რომ 8000 წლის წინ აქ აღმოაჩინეს რაღაცა ნარჩენები გადასარევია, თუმცა ეს იმას არ გვეუბნება რომ ქართველები აკეთებდნენ იმ ღვინოს, როგორც ერთმა ჭკვიანმა მეღვინე მითხრა, შეიძლება ფაბიო იყო ვიღაცა, ვინც მერე მიგრირდა იტალიაშიო. თუმცა ძალიან კარგია ეს ტრადიციული ისტორიული მმართველობა. მარკეტინგია, ნამდვილად, კარგი მარკეტინგი გვაქვს ხელში, ოქრო გვაქვს ხელში, რომელიც დადებითად უნდა გამოვიყენოთ საქართველოში. კარგი ღვინის გაკეთება, თორემ არ გვიშველის ასე უნდა ვიყიყინოთ ჩვენ რომ 8000 წლის წინ ვაკეთებდით. ჩვენ არ ვესწრებოდით იმ პროცესს, მაგრამ დაიხვეწება ჩვენი ღვინო და მოდი ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენი ღვინო არ არის დახვეწილი და თითზე ჩამოსაცრული კარგი მეღვინეობები და კარგი ღვინო გვაქვს. თუმცა ძალიან დახვეწილი ღვინო გვაქვს ახლა ჩამოსხული. თითზე ჩამოსაცრული. რა უნდა გითხრათ, იცით? სამაგიეროდ ხო, მარკეტინგია მართალი ხარ და არც ახლოსაც ვერ მივალთ ჩვენ იქ რაღაც, მაგრამ ნახე რა ჩვენი ოქრო კოზირი რაშია ჩვენი ხელში გვიჭირავს ჯოკერი. ჩვენზე მაგარი ხარისხიანი არა, ყურძენი არ არსებობს. დედამიწაზე არსად არ არის და ამას მე კი არ ვიძახი ქართველი. აი ყველა უცხოელი ვინც იცის მევენახება და მეღვინება ყველა მაგას აღიარებს. გვაქვს საოცარი პროდუქტი, მაგრამ რაც მამა პაპას უკეთებია და ვინც ფეხი წამოყრა ქვევრს მარანში ყველა ღვინის ჭყუნოა და ისა რა ქვია ფერმენტი. ამას განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება და ძალიან დიდი შრომა ცხადია. აი ნელ-ნელა მივიწევთ წინ. მე ვხედავ როგორ მეღვინეები მიდიან, სწავლობენ და ასე იწყებენ. განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანი და შედეგი, რომლითაც ვიამაყებთ არეალში არაერთ გზის სარესტორნო ეტიკეტის დანერგვას ბევრი დრო დაუწმე. მე მინდა რომ სარესტორნო ეტიკეტსაც დაუთმოთ, რომ ბევრი პროფესიონალური მიღწევის შემდეგ შედეგი როგორია? პარტნიორების, პერსონალის, მომხმარებლის ქცევაში. აი შევეხეთ ჩვენ გარკვეულ მიმართულებებს მომხმარებლის ქცევას და ღვინის და კერძის შეხამებას. იცვლება ქცევა? კი, იცვლება, რა თქმა უნდა იცვლება, რა თქმა უნდა განვითარდით, რა თქმა უნდა წინ წავედით და მე მომწონს ის რაც ხდება ამ კუთხით ჩვენთან.
მაგრამ მე რო გითხრათ რომ დიდ დროს ვახმარ ამ ეტიკეტის დანერგვას მოგატყუებ. თავისთავად ინერგება მერიკო. თავისთავად რაღაცები მოდის. მე მომწონს რესტორნები, სადაც ურთიერთობა მომხმარებელს და სტაფს შორის, თანამშრომლებს შორის არის ძალიან მეგობრული, უშუალო, ჩვენ არა გვაქვს ამ ტიპის სერვისი, მოდი ესე ვიტყვი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ну, ჩემთვის მე ეს მომწონს. მეც ეს მომწონს. თუმცა ალბათ თქვენც ეს მეორე მომწონს. ტიპის სერვისაც აქვს არსებობის უფლება და არის მომხმარებელი, რომელსაც ის უფლება მოწონს. არსებობის უფლება ყველაფერს აქვს და არჩევანი ჩვენზე. თან უფრო მნიშვნელოვანია გულწრფელი დამოკიდება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის გულწრფელობა მომხმარებელს და თანამშრომელს შორის. არ მინდა თანამშრომელმა მომხმარებელი მოატყუოს, არ მინდა რაღაცა შეტენოს, რო ვიძახით, ყოველთვის ვამბობთ, რომ გულწრფელი ურთიერთობები დავამყაროთ და მე მგონი გამოგვდის ასე თუ ისე. ნამდვილად ასე. აი ესე გულწრფელად ვაგრძელებთ ახლა არეალშიც ურთიერთობას. თქვენი კერძებიც შენ რესტორნების კერძებიც მასია, honest რა, it's very honest food. ხო, honest. გულწრფელი კულინარიული მიმართულებებით ვერთიანდებით შავლომში, სადაც თითოეული კუთხე და კუნჭული შემიძლია ვთქვა, რომ არის ძალიან დახვეწილი. და ეთყობა სწორედ ის სკრუპულოზური შერჩევა, ის მიდგომა, რომელიც მომხმარებელზე მოქმედებს დადებითად და არსებითად. აი ხა ჩვენც განსაკუთრებულ ხასიათზე დავდექით. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. დარწმუნებული ვარ ამ გასაკეთებელსაც გავაკეთებთ. ეკაში რომელი ეტიკეტის დანერგვით ამაყობ შენს შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა, რომელიც აი ამ ბოლო დროს აღმოაჩინე კიდევ და რომელსაც ალბათ გულწრფელი სიტყვა წამოვაბე. ცირა მე მინდა რომ ეკამ თუშეთზე გამახულოს ყურადღება, იმიტომ რომ სწორედ ეტიკეტში ამას გულისხმობდი და შენს რეგალიაშიც ამას გულისხმობდი, რომ იმდენად გულმხურვალეთ საქართველოს ღირსშესანიშნაობების სიყვარულის გავრცელება სწორედ გამოგდის. და ამას დამეთანხმება უამრავი მაყურებელი, რომელიც შენი თაყვანისმცემელია. უამრავი თაყვანისმცემელი ყავს ეკასი. დღეს ვეუბნებოდი, ვარსკვლავი ხარო, მეუბნებოდი. ვარსკვლავი შეხარ, მეუთხარი ერთ გამარჯვება სიტყვი და 15K გაქვს უკვე. ლაიქი ყველაფერი მოხდა ძალიან ისე, აი არ დამიგეგმია. საერთოდ ბუნებრივად პანდემიის დროს და რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ჩემო ძვირფასო მე ვიტყოდი რომ აი ესეც ბუნებრივად მოხდა ნერვები მეშლებოდა გუდის ყველს რო ეძახიან თუშებში ვეძახით გუდის ყველს ყველა გუდის ყველს ვეძახით მაგრამ გუდაში არავინ აღარ აკეთებდა ძალიან ცოტა და 1-2-3 წლის წინ ჩამოვიტანე ნამდვილი გუდა ტყავში დავარგებული ყველი და რაღაც ვიდეო ჩაუწერე და აი რა საოცრება მოხდა რა და იმის მერე ეს ვიდეო ნახე ხო? როგორ კეთდება? მაგის შემდეგ ჯერ ერთი მოთხოვნა ძალიან დიდია და თან ბევრს გაუჩნდა სურვილი თუშებზე მაქვს ლაპარაკი რა რომ გააკეთოს ეს თუშური გუდა როგორც წესი და რიგია და დავარგდეს გუდაში და თან ფასმაც ძალიან მოიმატა მე ვფიქრობ რომ აი ეს ძალიან მაგარი ვამაყობ ამით რა ეხლა თლად ჩემ თავზე არ დავიბრალებ არა ნუ ერთ-ერთი რაც შენ გაქვს დასაბრალებელი იმას გაბრალებ რაღაც აი ხელი წაუკარი ამ ჩემი მოქმედებით რა და ისე გული მტკივა იმიტომ რომ დაცლილია როგორც თვლიანი საქართველოს თუშების უმრავლესობა საზღვარგარეთ არის წასული და რა ვიცი ეს მე ცხოვრებას ეს დარგიც საშიშროების წინაშე დგას მარტო იმიტომ კი არა რომ ემიგრაციაში არის წასული ხალხი უამრავი ადამიანია აი ბევრი პრობლემებია რა რაც საძოვრებთან დაკავშირებული მიგრაციაში რაკი თუშეთი და უკან და ასე შემდეგ რა და ეს ხალხს აშინებს იმიტომ რომ ნუ გადასახადს თუ იმდენს გადაიხდი რომ აღარ გიღირდეს მე ის ავადმყოფური შრომა მერიკო ჩვენ კი ვართ 1-2 ნამყოფი ცხრისპინაში ერთად და იცი იქ რაც ხდება მოყევი გამოცდილება და აი ეს ძალიან ისეთი დარგია იუნესკოს მიერ მინიჭებული აქვს ხო იცი მე მკვიდრეობა იმის კი და ხრება გაქრობის წინაშე დგას და ნამდვილად ისეთი მნიშვნელოვანი მე რომ ამ მეცხვარეებმა მითხრეს მეკითხებოდი რაღაცებს და მიყვებოდნენ თავის პრობლემებზე ხა რაც ახსენე და რო თქვეს რომ საზოვრებში გადასახადებ მე მქონდა რა სიხდით რაში იხდით გადასახადს აქეთ უნდა გადაუყო იხდიან გადასახადს იმისთვის რომ მინდორში ცხოვრმა იქ ხელშეწყობა აუცილებელია უმნიშვნელოვანესია აუცილებლად გაქრება ეს თუ არ მოხდება გაქრება იმიტომ რომ ამ ხალხს ძალიან მძიმე შრომის შედეგად რაღაცა აი მართლა ორ კაპიკზეა ლაპარაკი ნუ და ესეც თუ არ იქნა მათი მამოტივირებელი საიდან უნდა იყოს ხელშეწყობა ეკა ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეწყობა სად ფიქსირდება ამ შემთხვევაში
აი იცით რა არის? აი საერთოდ მე ვფიქრობ რომ მედალს ორი მხარე აქვს. მარტო ეხა მთავრობა უნდა დაგვაფინანსოს, ეგრე არ არის რა. აი მე რომ მაგალითად მეცხვარე ვიყო და ვაპირებ სხვათა შორის ცხრის ყიდვას, ცოტა რაღაც რაოდენობას მართლა ვიცი. ექსკლუზივი გვაქვს არეალში. მაქსიმალურ კომფორტს შევუქმნიდი ჩემს დაქირავებულ თანამშრომლებს. აი კიდევ ვიმეორებ, ნამყოფი ხარ და იცი იქ რაც ხდება. ელემენტარულია რა, არ არის ეხა იქ 100,000-ობით და რამოდენიმე 10,000-ობით ლარის დახარჯვა, რომ შექმნა ელემენტარული კომფორტი. სახელმწიფოსგან სხვათა შორის უკვე დახმარებაა, რომ გაყიდულ პროდუქციაში გადასახადს არ ახდევინებს მეცხვარე. რამდენ გადასახადს იხდი? მადლობა რომ არ გვახდები. მადლობა რომ არ გვახრჩო. რამდენ გადასახადს იხდი? ძალიან ბევრს და კიდევ ვიხდი და არ ვიცი რატომ ვიხდი. მოხდა ამერიკოს მადლობა ასე იმიტომ მე რომ ვიყიდი შენგან თუ შურგუდას, რომელიც განთავისუფლებულია გადასახადისგან და ძალიან დიდი მადლობა მათ. მე რატო არ ვარ განთავისუფლებული? მე რატო ვიხდი? რესტორანი მილიონია და მეცხვარე რამოდენიმე 10,000 და მაგიტო და ანუ მარტო იმის ყვირილი რომ აიმე არ გვეხმარება ეგრე არ არის რა ყველაფერი ვიცი გასაგებია იმათაც ჩვენც და ცხადია ჩვენ ძალიან დიდი დრო დაგჭირდება ამ მიმართულებების განხილვისთვის და რამდენიმე არეალს დაუწყო გვანცა კომბალს რომ მოვიგდებ ხარზე იქ მე დანარჩენზე მე ვილაპარაკო აუცილებლად ამოგაკითხავ და კონკრეტულში გადაგიღებთ აი გუნდიც არაჩვეულებრივად კმაყოფილია ვატყობ მოდივართ სადმოვიდეთ თუშეთში საოცრება იქ ჩადიხარ ხდები ულამაზესი ბუნება არაჩვეულებრივი ხალხი და ძალიან მნიშვნელოვანია უგემრიელესი ხო სამზარეულოც ხდება იქ მე უნდა შეგაფასებინო შენ აუცილებლად ეკას სამზარეულოც რომელსაც ტირაჟირებას ახდენს რომლის ტირაჟირებასაც ხანდახან სოციალურ ქსელში არა მე ამის შემოღუნული დავდივარ ეკას საოცარი ხელი აქვს რომ იძახიან ხო იცი ხელი და თავი ორი რაც გჭირდება ენერგიას აქვს სინთეზი არის რო ხო სინთეზი არის შენ წინაშე მაინც მოღუნული დავდივარ ხო ეს არ არის მისი ამერიკოს წინაშე მე დადის მოღუნული ჩვენც მოვიღუნებით ახლა ამერიკოს წინაშე ამის წინააღმდეგია, მაგრამ ჩვენ მოვიღუნოთ ახლა. აი ხელოვნური ინტელექტს მინდა შევეხო. რაში იყენებთ? აი პროგნოზის მიხედვით პროგნოზებს შევეხეთ, სოფლიო პროგნოზებს, ძალიან ბევრი პროფესია გაქრება მალე. იცი რა, მე არ მაქვს საკმარისი კომპეტენცია, რომ ამაზე ვილაპარაკო, თუმცა ხელოვნური ინტელექტი აღარ ქვია, რობოტები ქვია. მე მინატრია, რომ დროზე მოვიდნენ ეს რობოტები და მიტანება. ხო, ბუნებრივი. არა, მიტანება. უფრო სამზარეულოში რომ რესურსი ადამიანის რესურსი არ ვიყო მხოლოდ დამოკიდებული. დღეს არ არის საქართველოში აქტიურად გამოყენებული. რობოტს რო ხახვი კარამელიზირებული მინდა და არა დამწვარი, ხახვი მექნება კარამელიზირებული და არა დამწვარი. დარწმუნებული ხარ რომ რობოტი არ დაგიწევს იმ ხახვს? წესით არა. მაგრამ შეიძლება ესეც ეგენს გაფუჭდნენ და გასაგვარდნენ. ენდობი? მე ჩემ თანამშრომლები ძალიან მიყვარს და ენდობი ხარ არ მინდა ვინმე სხვანაირად გაიგო მართლა ძალიან კაი გუნდი მყავს ახლა აქ. მაგრამ ხო, ხშირად მიფიქრია, რომ კარგი იქნებოდა რაღაც ავტომატიზირებული საქმე იყოს უფრო ადვილი გასაკეთებელი ვიდრე დღეს არის რა. რაღაც აი ხო ისი უბრალო საქმე. რა შეიძლება რუტინული, კი. დღეს რაში ვიყენებ, მითხრეს რომ ChatGPT-ს თუ შეიძლება ყველაფერს ნუ კითხავ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ელექტროენერგია თუ რა. იხარჯება, კი ბატონო. იხარჯება და არ გინდა და ამიტომ ისე Google-ს ვეკითხები ძირითადად. გარემოს დაცვასაც აუცილებლად გულისხმობ. და მე დიდად რო გითხრათ, ახლა ვიყენებ თქო ეს ვიდეოს არაკეთებინებ ChatGPT-ს. მაგრამ რა ვიცი, ალბათ მოვა დრო, როცა ყველანი აქტიურად გამოვიყენებთ ამ გადასარევ. ეხლაც არის უამრავი შესაძლებლობა, კი ბატონო, სხვა მიმართულებით იხსნება, რომ ხო ChatGPT-ით კიდევ ძალიან ბევრი ხელოვნური ინტელექტი გვხვდება, სადაც შეიძლება სწორედ საქმეზე კონცენტრირება, თუმცა გარემოს აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეთ. ეკა ღვინის ბიზნესში გაქრება. არა, მე არ ვიყენებ, საერთოდ არც მაქვს ტელეფონში ჩამოტვირთული. რა ჯერჯერობით ნუ ახლა თქვა თვის ხანაში ნუ არა არ მიყვარს თვის ხანაში არ ვარ ძალიან მე ის ემოციას ვერ შეგიქმნის და მე ემოციური ეკა მე ხე სიახლეებზე უნდა გადავიდე ძალიან კარგი სიახლეები აქვს მერიკოს რომელიც მე მახარებს და დარწმუნებული მაყურებელსაც ძალიან გაახარებს პირველ რიგში წიგნს გულისხმობ რომლის პრეზენტაციასაც იმედი არეალშიც გავაკეთებთ ჯერ არ ჩაშვებულა ხომ ასე არა ეს წიგნი გამოიცემა ოქტომბერში გამოიცემა ამერიკაში ეგეთი გამომცემლობა არსებობს იქაური Hardy Grant ესე ქვია დიდი გამომცემლობა რომელიც გამოსცემს ამ წიგნს ეს არის სამზარეულოს წიგნია საქართველოზე
და ეწერება დიდი ასოებით Georgia the Cookbook. ამერიკაში გაყიდვაშიც ჩაეშვება. კი, ამერიკაში ჩაეშვება კიდევ სად გაიყიდება? გაყიდვაში, შემდეგ ეს გამომცემლობა სავარაუდოდ ამ ბრიტანეთში გამოსცემს ამ წიგნს და ბოლოს უკვე ავსტრალიაში. ეს არის გეგმა. ეს იმ შემთხვევაში თუ იქნება წარმატებული ამერიკაში ეს წიგნი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება. აუცილებლად იქნება წარმატებული ეს წიგნი ამერიკაში. ქართულ ტრადიციულ სამზარეულოზე ეს არ არის რაღაცა მოგონილი რეცეპტები. თუმცა აქაც შეიძლება ვიღაცა მედაოს, რომ არ უნდა იქ ინძი, მაგრამ ტრადიციული ქართული სამზარეულოა და აქ არის ესეები საქართველოზე, არის ესეები ჩვენ სხვადასხვა რეგიონზე. მოკეთ არა მხოლოდ სამზარეულო, ისეთი შეცნობითი. და თქვათ ახლა წიგნის გამოცემის მთავარი აზრი საქართველოს ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაცია. პოპულარიზაცია ზოგადად, იმიტომ რომ საქართველოს რომ მაგარი სამზარეულო აქვს ჩვენ ძალიან ვიცი, მაგრამ სოფლიო აი ახლა იგებს, აი გუშინ წინ გაიგო და გუშინ უფრო მეტი ილაპარაკა და ხვალ უფრო მეტი ეხლა გაიგო სოფლიო მამაზე და ამას მოწმობს ის რესტორნების რაოდენობაც, რაც სულ რაღაც 2 წლის წინ აღმოცენდა ნიუ-იორკში, ბერლინში, საფრანგეთში, ყველგან უკვე ამოდიან სოკოებივით ეს რესტორნები და ძალიან მხარია, იმიტომ რომ ახლა არის დრო საქართველოს სამზარეულოს ნამდვილი პოპულარიზაციის დაიწყო და არა რაღაც 10 წლის წინ, როცა ჩვენ აფხულობდით რაღაცებს, ეხლა არის კარგი დრო იმისთვის და მე ძალიან მხარია, დაემთხვა ეს წიგნიც გამოდის ოქტომბერში გამოიცემა ოქტომბრის ბოლოს, თუ არ ვცდები 26 არის დაანონსებული თარიღი და გაყიდვაში ეგრევე ჩაიშვება და ხო ძალიან მიხარია. მე ძალიან მიხარია, რამდენი ხანი მუშაობდით წიგნზე? დიდი ხანი, 3 წელი. მე მყავს თანაავტორი ამ წიგნზე, ამერიკელი წერალია ეს ბიჭი, food writers უძახით. დაუკავშირდით ერთმანეთს? ხო, დიდი ხანი ერთმანეთს ვიცნობთ, ენთუზიასტია, საქართველოს ძალიან უყვარს, ბევრი წელი ჩამოდიოდა აქ და ბოლოს ეს გადავწყვიტეთ და გავაკეთეთ ერთად. 3 წელია აქტიური პროცესი. ანუ ძალიან სკრუპულოზური პროცესია. ეკაც მოხდება? იქ წიგნში. ხო, აბა რა, ეკას თაოსნობით მოხდა იმ გუდის არაჩვეულებრივი პროცესის გადაღება. ხო, შენ გადაგვაღებინა, აღარ გახსოვს? ეგ შარშა. გუდა და ხო და ეგ ხო, 3 წელი მუშაობდნენ წიგნზე. ორ სხვადასხვა. ხო, მაშინ არ გადაგვიღია, ხო. საქართველოში იქნება პრეზენტაცია წიგნის. საქართველოშიც იქნება, შავლომში იგვექნება დიდი. აქ, ამ არაჩვეულებრივ სივრცეში. აუცილებლად აქ პატიჟა. ძალიან დიდი მადლობა, როგორი დაპატიჟება მივიღეთ ჩვენთვის საპატიო. მერიკო, რამდენად საინტერესოა უცხოეთის ბაზარი, ხო, წიგნზე საუბრობთ სწორედ საქართველოს პოპულარიზაციას. სარესტორნო ბიზნესის კუთხით რამდენად ძალიან საინტერესოა, ძალიან, იმიტომ რომ რამდენიმე ფაქტორი არსებობს. ერთი ის, რომ როგორც თქვი, ეხლა იწყება ეს პროცესი და კარგია, რომ ჩაება ამ მარაკაში და შენც მიიღო რაღაც წვლილი. მეორე და აქ არ ვიცი შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ არაჩვეულებრივი პროდუქტია ევროპაში. სხვათა შორის საქართველოსგან განსხვავებით ამ ბოლოდან. რაც შეიძლება რომ გამოიყენო არაჩვეულებრივი კერძის შექმნაში. Farm to table. ბევრად უფრო ადვილია გემრიელი კერძი მოამზადო ევროპაში. სხვა შორის ბევრი არ ეთანხმება ამას გემოვნური თვისებების კუთხით. ნუ, ეხლა თუ ლაპარაკობთ ქართულ სეზონურ პროდუქტზე, არაჩვეულებრივი ალუბლის წვნიანი გამოვა აქ. ეხლა მერიკო, მადის აღძვრელი საუბარი დაიწყო, ჩვენ გადაცემის ჩაწერას ვეღარ შევძლებთ ვატყობ. ამ ალუბლის წვნიანს ეხლა მე ვერ გავაკეთებ, რა თქმა უნდა, ბერლინში, მაგრამ თუ, ოკეი, სეზონი მოვაცილეთ და გადავედით ხარისხიან პროდუქტზე, რასაც ხე კი არ გვაძლევს, არამედ ჩვენ ადამიანები ვქნით, ყველია, ხორცია, რა ვიცი. არა გვაქვს ჩვენ კარგი პროდუქტი. უნდა მოვიდა დრო, რომ აღიაროთ, რომ ძალიან გვიჭირს პროდუქტის კუთხით რესტორნებს, არ ვიცი, საქართველოს ღორის 90% მგონი შემოდის რუსეთიდან შემოდის. ღორის ხორცი და ხნუ რაზე ლაპარაკობ. კახეთში რომ გაჭირდება კარგი სამწვადის სყიდვა, ბაბა წარმოიდგინე. ხო, ეკას ჭირს კარგი ეკას ჭირს. ეს ნამდვილად პრობლემაა. მე არ ვიცოდი ამ პრობლემის შესახებ. კი, კაცო, ყველა პრემიქს საჭმევს ეს, მალე რომ ფუდებიან, სუქდებიან და ფულის კეთებაზეა ძირითადად როგორ უნდა გადასული. გამოვასწოროთ ეს პრობლემა? ახლა გამოსწორების გზებზეც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ შემაშფოთებელია ეხლა ეს რეალობა. მე ვშიშობ ჩვენ ამას ვერ გამოვასწრებ და ეკამას ვერ შეიძლება რაღაცა ოჯახისთვის გააკეთო და პატარა მეურნეობა გქონდეს შენთვის, მაგრამ ეს რომ რესტორნებისთვის მიწოდება, ისე აძვირებს პროდუქტს. ისეთი გაძვირებულია საკვები და მოვლა მუშახელიდან დაწყებული აბსოლუტურად რომ რესტორანს არ უღირს რა, მაშინა დაადოს რაღაც მიშელინის ვარსკვლავის ფასები და მიშელინის ვარსკვლავის ხარისხი კი ხდება შავლომში და შესაბამისად ფასებით შეგვიძლია რომ გავადო. საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა. ჩემი გადმოსახედით ასეა.
ვერიკო, ნამდვილად გემრიელია, მაგრამ მიშელინის ვარსკვლავამდე რა სჭირდება კიდევ? არა, ნუ სხვა კონცეფცია და არც კარგი. გვაქვს ამაზე პრეტენზია. ჩვენ ახლა უცხოეთის ბაზარზე ვისაუბრეთ, მე მინდა რომ სიახლე ვთქვათ არეალში დღეს პირველად გაშხდება სამომავლო გეგმა, რომელიც მერიკო გუბერნაторის არესტორნულ ბიზნესს უკავშირდება. ბერლინზე საუბრობდია და მინდა რომ სწორედ არეალში ვთქვათ ეს სიახლე. ეკა იცი რა, სამწუხაროდ ეს არ არის მხოლოდ სიახლე, არა მაქვს ისეთი ფაქტობრივი სიახლე, ხელშესახები არა მაქვს, იმიტომ რომ ამაზე მუშაობთ უკვე 1 წელია მეტიც და სამწუხაროდ ვერ ვიპოვეთ ადგილი ამ ხელა ბერლინში, რომელზეც ვიწყვით, რომ აქ უნდა იყოს ეს რესტორანი. რამდენი ხანი მიმდინარეობს ძიების პროცესი? 1 წელია უკვე მიდის და აი კიდე 1 პროცესში. წელი არ არის დიდი ვადა იმისთვის, რომ ასეთი საოცრება იქაც შეიქმნას. და ეს იქნება ძალიან ისეთი გამომწვევი, არა, ჩელენჯი, გამოწვევა იქნება რა, ჩემთვის გამოწვევა იქნება. ნუ ერთია რომ საქართველოში გაქვს წარმატებული რესტორანი და მეორეა რომ ევროპაში გაქვს და მე ძალიან მინდა რომ მაქვს ეს ამბიცია და მინდა რომ გამოვიდეს. და წინაპირობა უკვე შექმნილია და გამოვაუწიოთ. თუ გამოვა გადასარევი. რატო ბერლინი? კარგი კითხვა და გეტყვი რატო ბერლინი. ბევრად უფრო ჯერეთი IAPI პროექტია. მეორე, ბევრად უფრო მიმღებლური არიან ჩემი აზრით გერმანელები და ბერლინელები, ვიდრე ვთქვათ პარიზელები. ესე ვფიქრობ, თუმცა შევავწდებოდი. არა, მასია, საერთოდ გერმანელები ღვინოზეც მასია. აინტერესებთ და აი გახსნილები. ძალიან მაგარი ბაზარია გერმანია. ღვინის კუთხითაც. ხო, უფრო რთულია ფრანკს მოაწონო შენი სამზარეულო ვიდრე გერმანელს. რა და მე ბერლინი არ არის კიდე გერმანია. ბერლინი არის ძალიან მულტიკულტურული ქალაქი და მე მომწონს, იქაურა მომწონს. მე იქ რომ ჩავდივარ სახში ვარ და პირველ რიგში მე უნდა მომწონდეს ხო სადაც ვარ და რასაც ვარ. ცხადია. ეს იყო მიზეზი. ეკა შენ რა გამოცდილება გაქვს ბერლინთან ის აქტიურად ჩაები პროცესში რა ხო, აი ღვინის ექსპორტს რაც შეეხება, ყველაზე საინტერესო ბაზარი გერმანიაა რა, იმიტომ რომ მიმღებლობა გერმანიაში. კი, მიმღებლობა აქვთ და აინტერესებთ სხვადასხვა გემოვნური თვისებები და კულტურის შერწყმა. თუმცა ძალიან მოზომილები არიან ჭამაშიც და სმაშიც რა, გერმანელები, ხო. ბიზნეს რამდენად წაადგება შემდეგ მე იქ რო ხშირად დავდივარ და უყურებ როგორ იქცევია ქცევა მათი მაინტერესებს რესტორანებში და ძირითადად არის ეს ერთი ჭიქა და ტრია. ჩვენთან რო ბოთლი. ხო და იქ რესტორანს ჭიქის ტრია. რესტორანს რო გააკეთებ, ჭიქები არ გქონდეს, ყანწები წაიღე. ესეც სიახლეა კი ბატონო. და ქართული კულტურული ღირსშესანიშნაობების დანერგვა ბერლინში. კამეჩის ყანწები შავი და აი შავი ლომი ეკა საყვარელი რესტორანია სანამ მოვიდოდით შავ ლომში ამბობდა ამას აღტკინებული იყო ეკაც და მეც რომ დღეს აქ შევიკრიბებოდით მერიკოსთან სასაუბროდ ძალიან ნახარებს სწორად დღეს რომ შედგა ჩვენი დიალოგი და მე იმედი მაქვს რომ ხშირად შედგება ასეთ საინტერესო საკითხებზე და იმ ყოველივე წინგადად მუნაბიჯზე რომელიც ნამდვილად საამაყოა ჩემთვის მაინსპირირებელია და დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვისაც ასევე მაინსპირირებელია თითოეული ის შედეგი რომელიც საქართველოსთვის ჩვენთაგანისთვის არის ნამდვილად სასარგებლო. არა მხოლოდ კულინარიაში ვართ ახლა არჩევანის კუთხით სწორედ შავ ლომში ეს ინტერიერი, დიზაინი, ამაზეც შენი ყურადღება გამახვილებული თუ გუგა არის კოტეტიშვილი ჩვენი პარტნიორი ამ რესტორნის და ნუ გუგას ხა გუგას დიზაინთან ვერ დავეხმარებით ვერაფერში ამ კუთხით მე არ დავიწყებ აქ გუგას შექმნილია ეს სივრცე ჩვენ ადრე სხვა გამვიყავით მე იქიდან გადმოვედით და ამ ლოკაციამ ნუ საშუალებაც მოგვცა ხა ხედავთ ამ ხელა ეზოა და რაღაც საშუალება უკარნახა გუგას ესე მგონია რომ სივრცემ რა გაეკეთებინა და გააკეთა ეს და ბერლინშიც ასეთივე შესანიშნავი სივრცე იქნება. არ ვიცი, აი ბერნახე თვითონ სივრცე კარნახობს რა განსახში შემთხვევაში და რა სივრცესაც შევარჩევთ იმის მიხედვით. ხო, მოვკიდებთ ხალხს იმის მიხედვით ალბათ ინტერიერიც გადაწყდება რა. თუმცა ვცდილობ ხო, აი არ ვიცი. ასე მე ვისაუბროთ. თუმცა ბერლინშიც დაპატიჟებ შესაძლებელი რესტორანში. თუ გვექნება გამოვწევდეს მე იმ დღეს ვიცინოდი ჩემ მეგობართან ერთად რომ იმდენი ხანია ველოდებით ამ რესტორანს ველოდი უნდა დავარქვა. ქუთაისში მეზობელი მყავდა ველოდი. ველოდი და არავოდი. არის ასეთ საინტერესო სახელები ხო? ისტორიიდან გამომდინარე რომ იქნება. დავარქვათ ველოდი ამას. გერმანულად ჟღერს ველოდი. რა სახსენე? არა, ვერ ვიტყვი. რასაც ვერ ვიტყვით, ეთერს გარეთ ვაბობ და მე მეგიყვებით თქვენ. დასვამობთ ეთერს გარეთ. ყველა საყვარელი კერძი შეთვის.
ჩემკო გუბელაძის არეალში. აუ, აქ შავლომში ძალიან მიყვარს ბევრი რაღაც გურმანი ვარ და ვიცი? თოხლაობა მაგრად მიყვარს, მაგრამ შემოვნება დახვეწილი გაქვს ყველაზე ძალიან. ხშირად რას ვჭამ გეტყვი? შქმერული. შქმერული გიჟემდე მართლა. შენი არჩევანი რომელია შენივე სამზარეულოში? აი, თუ კითხვას გისვამი, ხო, მე ვარ ქართული. იმერელი, ვარ სულით ხორცამდე მეც. და ნუ ვერ გავცდი ამ ჭაათს და ამ ხალს და ლობიოს ვერ გავცდი და მაინც თუ ჭამ და მოდი გეტყვით ძალიან გულახდილად რომ იშვიათად ვჭამ აქ, იმიტომ რომ ნუ იშვიათად ვჭამ რა. თუ საქმეა ბევრი და იმიტომ. არა, უკვე მომბეზდა. ნუ ერთი და იგივეა მაინც და უკვე მომბეზდა და რაც არ მომბეზდა, ეს არის სტაფის საჭმელს რომ ეძახით, თანამშრომლებისთვის და პირველი რასაც ვაკეთებ, რომ მოვდივარ ფშიერი თუ არ ჩავდივარ და აბა დღეს რა გვაქვს და აქ ძალიან დიდ პატივს ვცემენ ერთმანეთს, ჩვენი თანამშრომლები და ძალიან გემრიელი სტაფის საჭმელი გვაქვს ხოლმე და თუ არ ჭამ სტაფის საჭმელს, მაშინ ფხალი და ლობიო და მჭადი და ყველა ძალიან მარტივია ეგეთ რაღაცები. მეც მიყვარს მარტივი კიდე საჭმელი. იცი რა მიყვარს აქ? არ ვიცი, დიდი ხანია არ მიჭამია. გაახსენდა. აი, გობში, ხორცის გობში იყო ცხვრის კაბაბი, იმას დარიჩინის ჯოხზე წამოცმული. ხო. გავგიშლი პირველად რომ ვნახე, გავხსენე. აი გრძელ დარიჩინის ჯოხზე კაბაბი რა მაგარი. რა კრეატიულია თან. ეს დარიჩინის გემო ხორც უხდება, თუმცა ბევრი აქ არ მეთანხმებოდა მახსოვს და არა მაგარია ძალიან. რა უბედურებაა ხორცი და დარიჩინი, ხო არ არის აქ. გაქარწყლდა ეს დაუთანხმებლობა თუ ნუ ეხა ადამიანები არ აღიარა ვართ, ხო არავინ. იცი, ადამიანები ვართ და ზოგს ის მოსწონს და ეს ზოგს კიდე სხვა სინდრომია. აუ ეგეც ძალიან კაი იყო. მერიკო ბავშვობაში მოგიბზადებია რამე კერძი განსაკუთრებული თუ ბავშვობაში არ იყავი ამით დაინტერესებული? ბავშვობაში პირველი რაც მახსოვს, რაც ბებიამ მასწავლა, მერი ბებომ, ეს იყო ბებოს სახელი ქვია ხო, ბებოს სახელი მქვია და თაობებს ვიწყევლიდი მთელი ცხოვრება ამ მერის გამო, იმიტომ რომ არ იყო პოპულარული სახელი. ახლა საამაყოდ ატარებ. ხო, ახლა ძალიან მომწონს ჩემი სახელი. და ბებომ მასწავლა მჭადი როგორ ცხობოდა და ლობიო როგორ კეთდებოდა და ეს მახსოვს რომ ერთად გავაკეთეთ და ბაბუა რომ მოვიდა პერირივი და მოახვედრეთ და მას დიდი ახტოვანება არ გამოუხატია, არ უყვარდა ლობიო და მოტივაციაც დაკარგა. გამიდეთ ხო. იმ საოცარ მაგიდაზე ხო? ხო, ეხა რო იქ მაქვს კი. ჩვენთვის შეუძლებელია ხშირად არ გესტუბროთ დახვეწილ და გემრიელ გარემოში. ეკაც მეთანხმება დარწმუნებული ვარ. თუმცა თქვენ რამდენად ხშირად გაერთიანდებით არეალში ეს უნდა მითხრათ აუცილებლად. მოსა დაგვიძახებ კვანცა ხო იცი შე როგორ მოგწონ ხარ და გვიყვარ ხარ და ეხა ბოლოს ისეთ ვიდეო გაგვიზიარია ხო მთლად ძალიან წახო ჩვენ თქვენს ვეღარ ხო ამ ვიდეოს ეთერში არ ვსაუბრობ, თუმცა ჩვენ სხვა პროფესიას ეხება კიდევ, ასევე ძალიან სასარგებლოს და მნიშვნელოვანს, რომელსაც შეგვიძლია კიდევ გადაცემა დაუწყოთ ამ მიმართულებით და ჩემი არაჩვეულებრივი პროდიუსერი შემოგვიერთდება ამ შემთხვევაში, ლაშა მოგესალმებით. გულმესი მადლობა მერიკო გუბელაძეს არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის, ეკა ჭვრიტიძეს იმ მნიშვნელოვანი აქცენტების დასმისთვის, რომელიც ყოველთვის ტონუსში მომყოფებს. მერიკო ხომასია. ტონუსია ნამდვილად ეს გოგო. და ძალიან დიდი მადლობა აი ამ თითოეული გადადგმული ნაბიჯისთვის, იმ საამაყო სივრცისთვის, იმ საამაყო შედეგისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში უთმობ შენს ენერგიას და დროს. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ამ ენერგიისთვის და სწორედ იმ სამაგალითო აქტივობებისთვის, რომელიც ჩემი არეალისთვის იქნება ყოველთვის საამაყო და ყოველთვის მექნება მასალა, რომ გაგიზიაროთ და გადავცეთ საზოგადოებას, გადავცეთ ერთმანეთს პირველ რიგში ის საინსპირაციო მოტივები, რომელიც საქმეს შეგვაძლებინებს და იმ შედეგით გვაამაყებს შემდეგ, რომელიც ქვეყნისთვისაა სასარგებლო. მადლობა გადაცემის გულობას. შევხვდებით კვლავ არეალში მომდევნო საინტერესო თემით და არაჩვეულებრივი სტუმრებით ცხადია. დაგვევლით.